როგორია L-ფორმის სამზარეულოს სწორი დაგეგმარება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის სამუშაო სამკუთხედი. სამზარეულოს დაგეგმა ყოველთვის დაიწყეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტით: მაცივარი, ნიჟარა და ქურა. ეს შეგიმცირებთ ზედმეტ მოძრაობას და გაგიმარტივებთ უფრო მუშაობას. რაც შეეხება კუთხის გამოყენებას, L-ფორმის სამზარეულოს ერთ-ერთი უპირატესობა კუთხეა. კუთხე აუცილებლად უნდა დარჩეს ათვისებული, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის მექანიზმი. ნიჟარასა და გაზს შორის მინიმუმ დატოვეთ 60 სანტიმეტრი სამუშაო ადგილი. მაცივარი მოათავსეთ უკიდურეს მარჯვენა ან მარცხენა ნაწილში. მაცივრის კარი ყოველთვის უნდა იღებოდეს სამზარეულოს მხარეს. ეს არის მეტი კომფორტი და მეტი ესთეტიკა სამზარეულოსთვის. რაც შეეხება ზედაკარადებს, უმჯობესია ზედაკარადები არ იყოს უფრო მასშტაბური ვიდრე ქვედა ნაწილი. როცა გვაქვს მაღალი ჭერი, უმჯობესია გამოვიყენოთ 2 სართული და არა 3 სართული. 2 სართულში არ იგულისხმება მხოლოდ ერთი კარი ზედანაწილში. შეგიძლიათ ზედანაწილი რამდენიმე ზონად დაყოთ. უბრალოდ 60 სანტიმეტრიანი ანტრესოლი ამ შემთხვევაში არ მოუხდება. მთლიან ყურადღებას გადაიტანს სამზარეულოს ზედანაწილი. და ეს დაახლოებით ისე გამოჩნდება, როგორც დაბალ ადამიანზე გამოჩნდეს უზარმაზარი თავი. რაც შეეხება განათებას, ოთახის განათებასთან ერთად აუცილებელია სამზარეულოში ზედა კარადების ქვემოთ გაითვალისწინოთ განათების ნაწილი. ქურა და ღუმელი უნდა იყოს აუცილებლად ერთმანეთთან ახლოს. ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოათავსეთ ნიჟარასა და გაზს შორის. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ჯობია რომ ახლოს იყოს ნიჟარასთან ვიდრე გაზთან. დენის როზეტების ყველაზე პრაქტიკული ადგილი არის სამუშაო სივრცე. გაზთან, ნიჟარასთან ან სხვა ნაწილში დენის როზეტები არც ისე პრაქტიკულია. თუ სამზარეულო გადის სასადილო ზონასთან, ამ შემთხვევაში უმჯობესია რომ გასავლელი მანძილი დაგვრჩეს დაახლოებით 90 სანტიმეტრი. ეს არის მინიმუმი მანძილი. ამაზე პატარა უკვე დისკომფორტია და თქვენც იგრძნობთ. თუ თქვენ სამზარეულოს ერთ ნაწილს დაასრულებთ მაცივრით, მეორე ნაწილიც აუცილებლად დაასრულეთ ერთიანი კარადით, სადაც შეგიძლიათ ჩააშენოთ ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი და თუ სივრცე გაძლევთ ამის საშუალებას, 30-40 სანტიმეტრის ზომის ვიტრინაც ძალიან უხდება ხოლმე. რაც მთავარია, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. დროებით.